We have two difficult games because the situation now in the table is not good. We are in the fourth place, but the good things that we can be in the second place if we win both of the games, and it's possible because we won them before and we need to win them again. Of course, there's different situation than it was in February when the league wasn't playing. The players in a good shape, and we are looking for the game. We know that we need to work hard for this game and to do things that we didn't done in the last games. The game against Manta last game was very good. Yes, we lose, but I can say that was a very good game against good team, and we have opportunity to win. We did that, but it was for us good energy for those two games that come upcoming. We start the camp with block 2 of our B license. It's important that our national team players will be educated and will be coached in the end, so we continue. And it's important for them to understand the situation in the pitch too. გუშინ დავიწყეთ შეკრება, მეორე დღეა შეკრებაზე ვართ. ნაკრები ასე თუ ისე ძალიან კარგი შემართებით არიან. გოგოები ჩემპიონატი მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ ყველა ძალიან კარგი ფორმაშია. რაც შეეხება მოწინააღმდეგე გუნდებს, ჩვენ მათთან ათამაშები გვაქვს, ორივე გუნდთან კარგი შედეგი გვაქვს დადებული, მოგებულიც გვაქვს და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა ავიღოთ 6 ქულა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთოთ. დავიწყეთ შეკრება, ვფიქრობ, რომ წინა შეკრებებთან შედარებით ფეხბურთელები უფრო ოპტიმალურ ფორმაში ვიმყოფებით, რადგან საქართველოშიც უკვე ჩემპიონატი მიმდინარეობს და მოგეხსენებათ, რომ ფეხბურთელების დიდი ნაწილი საქართველოს ჩემპიონატში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენი სამომავლო გეგმები ამ თამაშებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამარჯვება იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ორივე მეტოქეს ვიცნობთ, კიდევ უფრო კარგად გავაანალიზებთ ჩვენ თუ რა შეგვიძლია უფრო კარგად რო გავაკეთოთ და ვფიქრობ, რომ კარგი განწყობა არის და გვინდა რომ ორივე თამაში გავიმარჯვოთ. ჩვენთვის გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდ სტიმულს და დიდ მოტივაციას გვაძლევენ. როდესაც ისინი ხომაგობენ, ვფიქრობ, უფრო მეტ საკეთებს სტადიონზე, ვიდრე მათ გარეშე. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ, გთხოვთ მოუძანეთ სტადიონზე.